1978 წლის 18 ნოემბერია. ტელევიზიები ავრცელებენ სულის შემძვრელ კადრებს, სადაც მწყრივად განლაგებული ასობით ცხედარი ჩანს. მოგვიანებით ირკვევა, რომ სექტის წევრებმა სახელწოდებით ხალხთა ტაძარი კოლექტიური თვითმკვლელობა ჩაიდინეს. 900-მა ადამიანმა თავისი ლიდერის ჯიმი ჯონსის ბრძანებით ციანიდის შემცველი ყურძნის წვენი დალია და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მათ შორის 300-ზე მეტი ბავშვია. საწამლავს ჯერ პატარებს ასმევენ, ხოლო შემდეგ მას ზრდასრულები იღებენ. One of the most astonishing stories of our time, perhaps of any time. საინტერესოა, რომ ინტერნეტში თავისუფლადაა ხელმისაწვდომი ამ ტრაგედიის ამსახველი აუდიო ჩანაწერი, რომელსაც სიკვდილის ჩანაწერებს უწოდებენ. აუდიო მასალა 44 წუთი გრძელდება, სადაც ცრუ მესია ჯიმი ჯონსი ხალხს დამშვიდებისკენ და სიკვდილის მშვიდად მიღებისკენ მოუწოდებს. ვიდრე ჯიმი ჯონსი თავის მიმდევრებს მოუწოდებს საწამლავის დალევისკენ, მისი თანაგუნდელები კლავენ ამერიკელ კონგრესმენს ლეო რაიანს. პოლიტიკოსი ამერიკიდან გაიანაში სექტის წევრების ნათესავების თხოვნით ჩადის და 17 ნოემბერს მიდის ჯონსტაუნში, რათა ადგილზე გაეცნოს კომუნაში არსებულ ვითარებას. კულტის წევრები დგამენ სპექტაკლს და სტუმრებს უქმნიან ილუზიას, თითქოს დასახლებაში იდეალური პირობებია საცხოვრებლად. კულტის ათობით წევრი გამოთქვამს სურვილს ლეო რაიანთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბრუნდნენ. ჯონსი გრძნობს, რომ კარგავს კონტროლს მიმდევრებზე. მისი ბრძანებით 18 ნოემბერს ჯონსთან დაახლოებული პირები შეიარაღებულ თავდასხმას უწყობენ დელეგაციის წევრებს. შედეგად იღუპება 5 ადამიანი, თავად კონგრესმენი რაიანი, 3 ჟურნალისტი და 1 სექტის წევრი, რომელიც გაქცევას ცდილობდა. ნათელი იყო, რომ სექტის დღეები დათვლილი იყო. მალე ჯონსსა და მის მიმდევრებს დააპატიმრებდნენ, ამიტომ იმავე დღეს ჯიმი ჯონსი კომუნის ყველა წევრს უხმობს და ნამდვილ სასაკლაოს აწყობს. მეგობრებო, ვიდეოში ნახავთ, როგორ შეიქმნა სექტა ხალხთა ტაძარი და რატომ ენდობოდა ხალხი ცრუ მესიას, ასევე რა კავშირი ჰქონდა ამ ყველაფერთან CIA-ს და საიდუმლო პროექტს MK Ultra-ს. იყო თუ არა ეს კოლექტიური თვითმკვლელობა თუ სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი ოპერაცია. ჯიმი ჯონსი ბავშვობიდან ავლენდა უცნაურ ხასიათს. ის არ გავდა სხვა ბავშვებს. მას შეეძლო მკვდარი ჩიტის ან კატის დაკრძალვის ცერემონია გაიმართა და ირგვლივ ამ პროცესიაზე ბავშვები შემოეკრიბა. პატარაობიდანვე მას ყურადღების ცენტრში უყვარდა ყოფნა. როგორც ფსიქოლოგები ხსნიან, ეს მშობლების ყურადღების დეფიციტმა გამოიწვია და მისი შემდეგი საქმიანობაც ბავშვობის ტრაუმებით არის ნაკარნახევი. მაშინ როცა სხვები მტრად აღიქვამდნენ, ის ფაქტობრივად შეყვარებული იყო ადოლფ ჰიტლერზე. მასში აღფრთოვანებას იწვევდა გერმანელი ლიდერის ორატორობის და ადამიანების კონტროლის ნიჭი. დაგროვილი გამოცდილებით, ყურებითა და მოსმენით სამწუხაროდ ორატორობის ნიჭი ჯიმი ჯონსმაც გამოიმუშავა, რამაც მას საშუალება მისცა 1955 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაეფუძნებინა კულტი სახელად ხალხთა ტაძარი. ის იზიდავდა ისეთ ადამიანებს, რომლებიც გარიყულად გრძნობდნენ თავს, აფრო-ამერიკელებს გაჭირვებულებს, ხანში შესულ პირებსა და იდეოლოგიურად განწყობილ ახალგაზრდებს. ამ კულტის მთავარი იდეა კი სოციალური თანასწორობა იყო. ის მიმდევრებს პირდებოდა სამყაროს რასიზმისა და სიღარიბის გარეშე. ორატორობასთან და ქარიზმასთან ერთად ჯიმ ჯონსი ასევე კარგი შოუმენი იყო. კულტის შეკრებებზე ის თითქოს ახდენდა საოცრებებს და ასობით მიმდევრის წინაშე კურნავდა სიმსივნისგან და სხვა მომაკვდინებელი სენისგან. ამის გამო ჯონსი საკუთარ თავს ხორცს შესხმულ ღმერთს უწოდებდა. როგორც მოგვიანებით გაირკვევა, ყველაფერი წინასწარ გაწერილი სცენარით იყო დადგმული. თუმცა მაშინ კულტის წევრები აღფრთოვანებით ხვდებოდნენ მის მიერ ჩადენილ ყოველ მორიგ საოცრებას, რაც ჯონსის მიმართ რწმენას კიდევ უფრო მტკიცეს ხდიდა. მიმდევრები იმდენად ერთგული იყვნენ ჯონსისა და მისი იდეოლოგიის, რომ მას ყველა თავის პირად ქონებას წირავდა, მათ შორის სახლებსაც კი. მას შემდეგ, რაც ჯონსის საქმიანობით ფედერალური ბიურო დაინტერესდა, ცრუ მესიამ სამხრეთ ამერიკაში მდებარე გაიანას რესპუბლიკაში მოძებნა ტერიტორია, სადაც რამდენიმე წელში 1000-მდე ადამიანი გადავიდა საცხოვრებლად და შუაგულ ჯუნგლებში დასახლება ჯონსტაუნი დააარსა. ყველაზე შემზარავი მოვლენები სწორედ აქედან იწყება. როგორც ყველა გახმაურებულ საქმეზე, ჯონსტაუნის ტრაგედიის შემთხვევაშიც არსებობს პასუხგაუცემელი კითხვები, რამაც რამდენიმე შეთქმულების თეორიას დაუდო საფუძველი. ამაზე ცოტა მოგვიანებით, მანამდე კი გეტყვით, რომ ჯონსტაუნის ტრაგედიის შესახებ ბევრი საინტერესო დეტალი გამოვტოვე და თუ დეტალურად გაინტერესებთ ჯონსტაუნის ამბავი ისტორიული სიზუსტეებით, მაშინ გირჩევთ 2018 წელს გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს სახელწოდებით ჯონსტაუნი ტერორი ჯუნგლებში. დოკუმენტური მინისერიალი 4 სერიისგან შედგება. ამ ფილმში ნახავთ ჯიმი ჯონსის რეალურ კადრებს, როგორ იქმნებოდა და ვითარდებოდა კულტი, ნახავთ ჯიმი ჯონსის გამოსვლებს აუდიტორიის წინაშე, თავად ჯონსტაუნის ცხოვრებას და მოусმენთ იმ ადამიანებს, ვინც ამ საშინელ ტრაგედიას გადაურჩა. 2013 წელს კი ამ ამბებზე დაფუძნებული მხატვრული ფილმი გადაიღო რეჟისორმა ტაი უესტმა. ფილმი მოკიუმენტარის, ანუ ფსევდო დოკუმენტური ჟანრისაა.
სიუჟეტის მიხედვით, ორი ავანტიურისტი ჟურნალისტი ჩადის გასაიდუმლებულ ტერიტორიაზე არსებულ კომუნაში, სადაც მოვლენები ისე ვითარდება, როგორც ჯონსტაუნში. 2022 წელს ჯონსტაუნის მოვლენებსა და ჯიმი ჯონსის შესახებ ერთდროულად ორი სხვადასხვა ფილმი დაანონსდა. ერთგან ჯოზეფ გორდონ-ლევიტს უნდა ეთამაშა მთავარი როლი, ხოლო მეორე ფილმში ჯიმი ჯონსის როლი ლეონარდო დიკაპრიოს უნდა შეესრულებინა. ჯერჯერობით არც ერთ ფილმზე სიახლე არ არის და როდის იხილავს მაყურებელი მათ გაურკვეველი რჩება. ახლა კი გადავიდეთ შეთქმულების თეორიებზე, რომლებიც ჯონსტაუნის ტრაგედიამ წარმოშვა. სიკვდილის ჩანაწერი, რომელიც Q042 სახელითაა ცნობილი, დღემდე უამრავ კითხვას ბადებს. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ 44 წუთიან აუდიო მასალაში 30-ზე მეტი წყვეტაა. ეს ნიშნავს, რომ მაგნიტოფონი ჩაწერის პროცესში მრავალჯერ გამორთეს და შემდეგ ისევ ჩართეს. რეალური პროცესი ჯონსტაუნში გაცილებით დიდხანს, სავარაუდოდ 2-დან 4 საათამდე გაგრძელდა. ჩანაწერი მხოლოდ ამ საშინელი საღამოს შემოკლებულ ვერსიას წარმოადგენს. აქ კი იწყება ყველაზე ბუნდოვანი ნაწილი. ვინ და რატომ დაამონტაჟა ეს ჩანაწერი? არსებობს ორი ძირითადი ვერსია, რომელიც დღემდე ყოფს მკვლევრებს ორ ბანაკად. პირველი ვერსიით ჩაწერას თავად ჯიმ ჯონსი ან მისი თანაშემწეები აკონტროლებდნენ. მას სურდა შთამომავლობისთვის მხოლოდ მისი იდეოლოგიური გამარჯვება დაეტოვებინა და არა რეალური შემზარავის ასაკლაო. მეორე უფრო სკანდალური ვერსიით ჩანაწერი მოგვიანებით ფედერალურმა ბიურომ დაამონტაჟა. ბევრი ამტკიცებს, რომ FBI მოახდინა მასალების სელექცია, სანამ მათ საჯაროს გახდიდა, რადგან ზოგიერთი ჩანაწერი შესაძლოა შეიცავდა ინფორმაციას, რომელიც ამერიკული სპეცსამსახურებისთვის არასასურველი იყო. ამ თეორიის მომხრეები მიიჩნევენ, რომ სპეცსამსახურებმა ამოჭრეს ის მონაკვეთები, რომლებიც მათ კავშირზე მიანიშნებდა. აქ უნდა დავსვათ ერთი კითხვა, რომელიც ათეულობით წელია მოსვენებას არ აძლევს ექსპერტებს. იყო თუ არა ჯონსტაუნი მხოლოდ ერთი ადამიანის სიგიჟე, თუ ეს იყო უფრო დიდი საშინელი ექსპერიმენტის ნაწილი. აქ ასპარეზზე გამოდის პროექტი MK-Ultra. რა არის MK-Ultra? MK-Ultra არის შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო CIA-ის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური და გასაიდუმლოებული პროექტი, რომელიც 1953 წელს დაიწყო და ოფიციალურად 1963 წლამდე გაგრძელდა. ეს იყო საიდუმლო პროგრამა, რომლის მიზანიც იყო ადამიანის გონებაზე კონტროლის მეთოდების პოვნა. რატომ შეიქმნა ეს პროექტი? ცივი ომის დროს ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვა სჯეროდა, რომ საბჭოთა კავშირმა, ჩინეთმა და ჩრდილოეთ კორეამ შეიმუშავეს ტექნოლოგია, რომლითაც ამერიკელ ტყვეებს ტვინს ურეცხავდნენ. CIA-ს სურდა შეექმნა საკუთარი მეთოდები, რათა მოეპოვებინათ ინფორმაცია დაკითხვისას, ეგრეთ წოდებული სიმართლის შრატი. შეეცვალათ ადამიანის პიროვნება ან ქცევა. შეექმნათ იდეალური აგენტები, რომლებიც ქვეცნობიერად შეასრულებდნენ დავალებებს. პროექტი მოიცავდა 150-ზე მეტ სხვადასხვა ქვეპროექტს, რომლებიც ხშირად ტარდებოდა უნივერსიტეტებში, საავადმყოფოებსა და ციხეებში. ექსპერიმენტების უმეტესობა ტარდებოდა ადამიანების ნების საწინააღმდეგოდ ან მათი ინფორმირების გარეშე. იყენებდნენ იზოლაციას, ჰიპნოზს, ელექტროშოკურ თერაპიასა და ძილის აღკვეთას. ცდებს ატარებდნენ ძლიერ ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე, განსაკუთრებით LSD-ზე. წამალს აძლევდნენ ფსიქიკურ პაციენტებს, პატიმრებს და რიგით მოქალაქეებსაც კი, რათა ენახათ, როგორ იმოქმედებდა ეს მათ ნებაზე. აქ გაჩნდება კითხვა, როგორ გაიგო მსოფლიომ ამ პროექტის შესახებ, თუ ის გასაიდუმლოებული იყო. სიმართლე MK-Ultra-ს შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გაირკვა, რაც სენატორმა ფრენკ ჩერჩმა სპეციალური გამოძიება დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ CIA-ის დირექტორმა ყველა სამხილის განადგურება ბრძანა, გამოძიებლებმა მაინც იპოვეს გადარჩენილი ფინანსური დოკუმენტები. ამან დაამტკიცა, რომ ამერიკის მთავრობა წლების განმავლობაში აფინანსებდა ადამიანების წამებას და მათ გონებაზე ექსპერიმენტებს. რა კავშირი აქვს ამას ჯონსტაუნთან? კონსპირაციული თეორიის მომხრეებს რამდენიმე სერიოზული არგუმენტი აქვთ. იდეალური ლაბორატორია. ჯონსტაუნი იყო სამყაროსგან სრულიად მოწყვეტილი ადგილი, იდეალური გარემო იმისთვის, რომ დაკვირვებოდნენ, როგორ შეიძლება ათასობით ადამიანის ფსიქიკის მართვა და მათი მიყვანა თვით განადგურებამდე. მედიკამენტების საწყობი. ტრაგედიის შემდეგ დასახლებაში იპოვეს იმაზე მეტი ფსიქოტროპული წამალი, ვიდრე ათასობით პაციენტს დასჭირდებოდა. რისთვის იყო ეს წამლები? თუ არ იყენებდნენ მათ ადამიანების დასამორჩილებლად. ასევე საეჭვოა, რომ ჯიმ ჯონსის გარემოცვაში იყვნენ პირები, რომლებსაც წარსულში კავშირი ჰქონდათ სპეცსამსახურებთან. ოფიციალურად MK-Ultra ჯონსტაუნამდე რამდენიმე წლით ადრე დაიხურა, თუმცა ბევრი მიიჩნევს, რომ ექსპერიმენტი უბრალოდ სხვა სახელით და სხვა ადგილას გაგრძელდა. MK-Ultra-ს ამბავმა თუ დაგაინტერესათ ამ თემის ირგვლივაც, ბუნებრივია, არაერთი ფილმი თუ სერიალი გადაიღეს. პირველი ეს არის Netflix-ის მინი-სერიალი ჭიის ხვრელი. მინი-სერიალი მოგვითხრობს მეცნიერ ფრენკ ოლსონის რეალურ ისტორიას, რომელიც MK-Ultra-ს პროექტზე მუშაობდა და საეჭვო ვითარებაში გადმოხდა სასტუმროს ფანჯრიდან მას შემდეგ, რაც CIA მას ფარულად LSD დაალევინა. მისი შვილი 10 წლეულების განმავლობაში ცდილობს სიმართლის გარკვევას. შემდეგი ფილმი არის American Ultra.
2015 წელს გადაღებული, ეს არის მხატვრული, უფრო გასართობი ფილმი, სადაც მთავარი გმირი ჯესი ეიზენბერგი აღმოაჩენს, რომ ის არის მძინარე აგენტი. CIA-ის ექსპერიმენტის მსხვერპლი, რომელსაც წაშლილი აქვს მეხსიერება, მაგრამ ფლობს საბრძოლო ხელოვნების წარმოუდგენელ უნარებს. შეთქმულების თეორია. თავაროლში მელ გიბსონი თამაშობს, მისი პერსონაჟი ტაქსის მძღოლია, რომელსაც სჯერა 1000 გვარი კონსპირაციის, თუმცა მოგვიანებით ირკვევა, რომ ის მართლაც იყო MK Ultra-ს მსგავსი პროგრამის მსხვერპლი და მისი მეხსიერება ხელოვნურადაა შეცვლილი. კიდევ ერთი კონსპირაციული თეორია უკავშირდება საბჭოთა კავშირს. 1978 წელი იყო ცივი ომის პიკი, როდესაც ამერიკა და საბჭოთა კავშირი ერთმანეთს ყველა ფრონტზე ებრძოდნენ. სწორედ ამ დროს ჯიმ ჯონსი, რომელიც საკუთარ თავს მარქსისტ ლენინის უწოდებდა და ჯონსტაუნს განიხილავდა როგორც სოციალისტურ მოთხეს ფარულ მოლაპარაკებებს იწყებს საბჭოთა დიპლომატებთან. მას სურდა მთელი თავისი კომუნა, თითქმის 1000 ამერიკელი მოქალაქე საბჭოთა კავშირში გადაეყვანა და იქ პოლიტიკური თავშესაფარი ეპოვა. ამერიკის მთავრობისთვის ეს ნამდვილი კოშმარი იყო. წარმოიდგინეთ, რა მასშტაბის პროპაგანდისტული არახს ჩაუგდებდა ეს ხელში მოსკოვს. 1000 ამერიკელი, რომელიც საჯაროდ აცხადებს, რომ კაპიტალისტურ ამერიკას საბჭოთა 64 არჩია. აქ იბადება ყველაზე მძიმე კონსპირაციული თეორია. ხომ არ იყო ჯონსტაუნის ტრაგედია ვაშინგტონის მიერ დაშვებული ან თუნდაც პროვოცირებული აქტი, რათა ეს იდეოლოგიური ღალატი აღიკვეთათ. ამ ვერსიის მომხრეები თვლიან, რომ სპეცსამსახურებისთვის 900 მკვდარი ამერიკელი უფრო უსაფრთხო იყო, ვიდრე 900 ცოცხალი ამერიკელი წითელ მოედანზე. როგორც არ უნდა იყოს, დღეს 40 წელზე მეტი ხნის შემდეგაც ბევრი კითხვა ნამდვილად პასუხგაუცემელია. ჩვენ შეიძლება ვერასდროს გავიგოთ ბოლომდე, სად მთავრდება ჯიმ ჯონსის მანიაკალური პარანოია და სად იწყება სპეცსამსახურების ციუსისხლიანი გათვლები. იყო ეს გონებაზე კონტროლის ექსპერიმენტი, გეოპოლიტიკური მკვლელობა თუ უბრალოდ ერთი ცრუ მესიის მიერ მოტყუებული 900 ადამიანის ტრაგედია. პასუხები სავარაუდოდ იმ გასაიდუმლებულ არქივებშია, რომლებიც დღემდე არავის უნახავს. მაგრამ თავარი გაკვეთილი სხვა რამეა. ჯონსტაუნი გვაჩვენებს თუ რამდენად დაუცველი ადამიანი, როდესაც ის უპირობო ნდობას უცხადებს ვინმეს, ვინც მას 60-ს პირდება. ეს არის შეხსენება, რომ ფანატიზმსა და თავისუფლებას შორის ზღვარი ძალიან ვიწროა და ამ ზღვარის გადაკვეთა ხშირად უკან დასაბრუნებელ გზას აღარ ტოვებს.